გაზიფიცირების პროგრამა ორი ახალი ხიდი და ბოსნეულის საცავის მშენებლობის დაწყება. საქართველოში ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი იმყოფებოდა. მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად სოკარის ხელმძღვანელი ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელს სტუმრობდა. კომპანიის საინიციატივო გეგმებზე სანდრო ჯუფალაკიანი მოგითხრობთ. გაზი ყველა სოფელს. წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ პროექტს ახალი მთავრობა აგრძელებს. კომპანია სოკართან მიღწეული შეთანხმების შედეგად წელს ბუნებრივ აირს 30,000 აბონენტი მიიღებს. ქვემო ქართლის სოფელ ტალავერში გაზიფიცირება უკვე დასრულებულია. ამაში კახი კალაძე სოკარის პრეზიდენტ როვნაკ აბდულაევთან ერთად დარწმუნდა. Выполнили программу, которая была ჩვენ უკვე შევასრულეთ კონტრაქტით გათვალისწინებული გეგმა, თუმცა პრემიერ-მინისტრის თხოვნით სამუშაოს გეოგრაფიას გავაფართოვებთ. წელს დავგეგმეთ და განვახორციელებთ დამატებით 30,000 აბონენტის გაზიფიცირებას. გაზიფიცირების თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სახელმწიფოში, ნორმალურ განვითარებულ სახელმწიფოში გაზის პრობლემის თემა არსად არ დგას და ჩვენ საქართველოშიც ეს პრობლემა ამოწურული გვექნება ძალიან მალე. კახი კალაძეს დღეს ორჯერ ლენტის გაჭრაც მოუწია. სოფლებში ტალავერი და ალგეთი ახალი ხიდები გაიხსნა. სტუმრებთან შესახვედრად ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ჩვენ ბევრს გვაკრიტიკებენ იმაზე, რომ ლენტებს არ ვჭრით და გარწმუნებთ, რომ ბევრი ლენტების გაჭრა მთავრობის წევრებისგან ვერც ნახავთ, იმიტომ რომ მთავარია მოსახლეობა მიიღოს სიკეთე და არა ის ტელეკამერების წინ ვინ რამდენჯერ გამოჩნდება. მაგრამ როდესაც ადგილზე იქნება ინვესტორი, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით, რომ ინვესტორები იმ ქალაქებში, იმ სოფლებში მივიყვანოთ, მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ ეს რეალობაა, რომ უფრო იმედიანად იყვნენ საკუთარი ოჯახების ერთის მხრივ, მეორე მხრივ საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ. გაზიფიცირების გარდა სოკარი საქართველოში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას იწყებს. კარბამიდის ქარხანაში $500 მილიონ მეტი თანხა ჩაიდება. კომპანია Samsung-თან ხალხელი მოეწერება გენერალურ შეთანხმებას საქართველოში მინერალური სასუქების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ინვესტიციების მოცულობა საქართველოში უკვე უახლოვდება $1 მილიარდ. ქვემო ქართლში დღეს გამართულ ღონისძიებებს არესტრებოდა რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტაძე. სტუმრებს შორის იყო სოკარის წარმომადგენელი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. ობიექტების გახსნასა და მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობდა რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მათი ინვესტიციები ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას. დღეს ჩვენ ვიყოფებით სოფელ ტალავერში, სადაც აშკარად ჩანს, რომ უკვე სოფლებში შემოვიდა გაზიფიცირება და ის პირობა, რაც ჩვენ დადებული გვაქვს მოქალაქეების წინაშე, რომ მოხდება გაზიფიცირება ყველა იმ სოფლებსაც არ იყოფ დღეს გაზი, ჩვენ ნელა-ნელა ვაპირებთ ამ ღონისძიების განხორციელებას. კიდევ ერთი მინისტრის დავით კირვალიძის მონაწილეობით დღეს მარნეულში საფუძველი ჩაეყარა ბოსტნეულის ახალი საცავის მშენებლობას. მას აზერბაიჯანული კომპანია აკორდი ააშენებს და სხვა ობიექტებთან ერთად ტერიტორიაზე სამაცივრე ნაგებობა განთავსდება.